მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის უსაფრთხო კუთხის პოდკასტის მორიგი ეპიზოდი. დღეს საკმაოდ განსაკუთრებული სტუმარი გვყავს, ჩვენი სტუმარია არჩილ მარშანია. გამარჯობა, მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის და მოხარული ვარ, რომ ისეთ ქვეყანაში როგორც საქართველოა, სადაც უსაფრთხოების კულტურა შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად არ არსებობს მასაში. მიხარია, რომ ესეთ საქმეს აკეთებთ და წარმატებები მინდა გისურვოთ და კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ვინც პრეისტორიას მოყვები, ამ ყველაფრის ძალიან დიდი ხანია. ვცდილობ, რომ არჩილი მოვიყვანო სტუმრად. იყო ძალიან ბევრი მცდელობა, ხან ერთს არ გვესალა, ხან მეორეს არ გვესალა. და მე მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ჩემი ოცნება გადაიხაზა. არჩილი არის პირველი სტუმარი ამ გადაცემაში, რომელსაც კავშირი არ აქვს შრომის უსაფრთხოებასთან, ესე პირდაპირ კავშირი, გულისხმობ, არ აქვს სერტიფიკატი, არ არის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და ვფიქრობ, რომ ჩვენ გადაცემაში ახალი თავით შეიწერა ესეთ საინტერესო სტუმრით, რომელსაც აქვს თავისი კონტენტი, თავისი გადაცემა და აქვს თავისი ცნობადობა. ნამდვილად. ჩვენი გუნდი შორიდან ძალიან დიდი ხანია გემეგობრებით, ძირითადად ლევანის ქონდა ურთიერთობა შენთან და მართლა განსაკუთრებული ეპიზოდია დღეს, იმიტომ რომ ჩვენი ყველა სტუმარი ფაქტიურად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები იყვნენ, ყოფილი ინსპექტორები, ლეგენდარული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ყავდა უკვე ორჯერ ბატონი ვიქტორი. სალამი ბატონო ვიქტორ. გამარჯობა ბატონო ვიქტორ. დიდი მადლობა, რომ სტუმრობთ ხოლმე. გუშინ ჩავწერეთ სხვათა შორის ძალიან საინტერესო ეპიზოდი და ძალიან მალე დაიდება. არჩილ, მე მინდა დავიწყო ასეთი კითხვით, ვახსენეთ უკვე, რომ არ ქონია ესე პირდაპირ შეხება შრომის უსაფრთხოებასთან, შეიძლება რაღაც ირიბი გადაკვეთები ქონია, მაგრამ არ ხარ სპეციალისტი, შესაბამისად, იმაზე ნაკლები შეიძლება იცი, ვიდრე ჩვენმა წინა სტუმრებმა შრომის უსაფრთხოებაზე. მე მინდა როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს, რომელსაც სხვათა შორის ძალიან დიდი ხანია ჩვენი მაყურებელი ითხოვს, შეგეკითხო, რა გამოცდილება გაქვს შრომის უსაფრთხოების კუთხით, თუ ქონია კვეთა ჩვენი პროფესიის წარმომადგენლებთან და ზოგადად რა იცი პროფესიაზე, რომელიც სულ რაღაც 2019 წლიდან არსებობს ჩვენს ქვეყანაში. თუ არ ჩავთვლით პრეისტორიებს, საბჭოთა კავშირი და ასე შემდეგ რა. აი, სერიოზულად რაც დაიწყო 2019 წლიდან, რა სახის კვეთა ქონია შრომის უსაფრთხოებასთან. ხო, პირდაპირ კავშირი რა თქმა უნდა არ მაქვს, მაგრამ გარდა იმისა, რომ ექიმი ვარ პირველად დახმარების ცენტრის დამფუძნებელი, ტრენინგ ცენტრის და პირველად დახმარების ტრენინგებს ვატარებთ როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო მსმენელებისთვის, შესაბამისად ირიბი კავშირი მქონია ყოველთვის ამ სფეროსთან. თვითონ სპეციალიზაციის კუთხით ბევრი არაფერი ვიცი, რა თქმა უნდა, თუმცა მისი ასე ვთქვათ, ძირითადი მოცემულობა, მეც თავადაც ბრიტანულ კომპანიაში მუშაობ, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს, სადაც უსაფრთხოების დონები ძალიან მაღლა არის და მიწევს ხოლმე გინდა არ გინდა შეხება. რაღაც გარკვეულწილად პირველ დახმარების ტრენინგებს იქაც ვკითხულობ და ასევე უსაფრთხოების მცირე მიმოხილვას, როდესაც ახალი ისენი რა ქვია, თანამშრომლები მოდიან ჩვენს კომპანიაში. შესაბამისად, აი ესეთი შეხება მაქვს მხოლოდ და მხოლოდ, სხვა ესეთი არაფერი, თან პირველად დახმარების ტრენინგები, რა თქმა უნდა, შემადგენელი ნაწილია ერთ-ერთის და სხვა კომპანიებთან გვითანამშრომლია და ახლაც გრძელდება ხოლმე ალაგ-ალაგ ეს თანამშრომლობა. ძალიან კარგი. ფაქტიურად შრომის უსაფრთხოებასთან აღარ გამოდის, რომ ირიბად აქვს. არცილ შეხება. ირიბზე მეტი შეხება აქვს. დღეს საქართველოში იდეაში სანამ ამ თემას შევეხები, ჩვენი პროექტიც იქიდან დაიწყო, რომ გვინდოდა რომ გარკვეული ინფორმაციული ვაკუუმი მოგვეკლო და დაგვეწყო ინფორმაციის შეარინგი რა. ეს იქნება YouTube პლატფორმაზე, Spotify-ზეც ვაპირებთ, უბრალოდ ჩვენი engagement-ი ისე არის კლასიფიცირებული, რომ ჯერჯერობით YouTube-ი და რამდენიმე Facebook ჯგუფი გვაქვს, ეს ყველაფერი ფარავს. მაგრამ უკვე როცა სპეციალისტებს გავწდებით ჩვენ და უკვე უშუალოდ დასაქმებულებს დავაინტერესებთ ამ პოდკასტით, მე აუცილებლად ყველა პლატფორმაზე გადავალთ. ეხლა უბრალოდ წყლის ნაყვა იქნება ჩვენი Spotify-ზე გასვლა რომ დამეტაბზე ეგრეა. კი, მაგრამ ყველაფერს ჭირდება დაწყება და ყველაფერს ჭირდება სტარტი. არჩილ, მოკლედ ესე არის. არსებობს სამი ღირებულება შრომის უსაფრთხოების სისტემაში, რატომაც ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რომ დანერგოს სტანდარტები. პირველი არის მორალური ღირებულება, შემდეგი არის ფინანსური და მესამე არის იურიდიული. ჩვენი დაკვირვებით იმპრუმენტი გვაქვს. იმიტომ რომ უკვე მორალური ღირებულებებიც ვერ ვიტყვი რომ ჭარბობს, მაგრამ იკვეთება, რომ ბიზნესი მორალური ღირებულებების გამო ნერგავს შრომის უსაფრთხოების სისტემას, მაგრამ მორალურ ღირებულებას თავი რო გავანებოთ, პირდაპირ კანონმდებლობა ავალდებულებს ბიზნესს, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ყავდეს, მინიმუმ ერთი. მაგრამ არსებობს
გარკვეული ხელის შემშლელი ფაქტორები, რის გამოც შრომის უსაფრთხოების სისტემა შეიძლება ისე ვერ ვითარდებოდეს, როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ 2019 წელი ახსენე შენ და მე ვფიქრობ, რომ 2025 წლისთვის არასრული 6 წელია, ხო? არასრულ 6 წელში საკმაოდ სტატისტიკურადაც და თეორიულადაც საკმაოდ წინ წავიწიეთ, მაგრამ მაინც არის გარკვეული ხელის შემშლელი ფაქტორები და აი ქონია გადაკვეთა შრომის უსაფრთხოებასთან და ახსენე რომ საერთაშორისო ორგანიზაციაშიც გაქვს გამოცდილება შრომის უსაფრთხოების კუთხით და აი როგორ ფიქრობ ეს ხელის შემშლელი ფაქტორები ძირითადად რაში გამოიკვეთება საქართველოში არის პრობლემა ბიზნესში თქვენი დაკვირვებით იმიტომ რომ ესეც საინტერესოა ჩვენ ძირითადად ამას სპეციალისტებს და საკმაოდ ისეთ ჩახედულ ადამიანებს ვეკითხებით ხოლმე ვინც აი სტატისტიკურად იცის უკვე ამ ყველაფერზე პასუხი, მაგრამ აი თქვენი დაკვირვებით რა არის პრობლემა საქართველოში იმის, რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტები ისე კარგად ვერ ვითარდება, როგორც ეს განვითარდა ევროპაში. პრობლემა არის, მოკლედ, ბიზნესში, პრობლემა არის სპეციალისტში თუ საერთოდ თავზე გვენგრევა საზოგადოება, როგორ ფიქრობ? იცი რა, ცოტა ყველაფრის მიზეზი ეს მულტიკომპონენტური არის, ერთი ცალსახა მიზეზი არ არსებობს, ერთი მიზეზი რო იყოს მარტივი იქნებოდა რა, იმუშავება ამ მიზეზზე და მოფხვრე რა, როგორ დიაგნოზებით არის, თუ კი დიაგნოზი იცი, უკვე ნახევარი საქმე გაკეთებულია რა. მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ფაქტორი არის, ისევე როგორც დამსაქმებლიდან, ასევე დასაქმებულიდან, ზოგადად მოსახლეობის კულტურა, ჩვენი კულტურა, როგორც განვითარებადი ქვეყნის კულტურა და ესეთი ყოველდღიურობა რა და ამავდროულად ამას ემატება ამ სერვისის მიმწოდებლებიდან წამოსული პრობლემა. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა, ჩვენთან განათლება არც ერთი, ასე ვთქვათ, არც ერთი ხელისუფლების დროს პრიორიტეტი არ ყოფილა. ხა ის არ გაიგოთ რაღაც პოლიტიკური მასში არ გადავდივარ, ანუ ძალიან ობიექტური მიზეზები ქონდა ამას რომ განათლება არ ყოფილა პრიორიტეტი, რა ვიცი. ხშირად არ გვეცანა. ხო რა გვშიოდა რა მოდი პირდაპირ თქვა რა. ხო და არ იყო ეს 30-40 წლის წინ რა ხდებოდა ქვეყანაში ხო რთული პერიოდი ქონდა და რაც ლოგიკურია რომ განათლებაზე ახლა მშიერ ადამიანს პატრიოტიზმს ვერ მოთხოვ როგორც იტყვიან. შესაბამისად ეს ჩვენ კულტურაში სამწუხაროდ ძალიან ცუდად დაილექა. არავინ უსაფრთხოებაზე სამწუხაროდ არ ვფიქრობთ და ძალიან ცუდი ასე ვთქვათ ასოციაციები გვაქვს ყოველთვის ველით რომ რაღაცა თუ მოხდა ვიღაცა გვიშველის იქ ან პოლიცია ან სახანძრო ან სასტრაფო გააჩნია რა პრობლემაა და მეორე არის ესეთი ფსიქოლოგიური ფენომენი არის ოპტიმიზმის მიკერძეობა ქვია ფსიქოლოგიაში ეს არის ამა თუ იმ ნეგატიურ გავლენაზე ფიქრი ისე რომ აი რაღა მე დამემართება რა ამის კლასიკური მაგალითი არის მაგალითად წეველები რა ყველა მიცით რომ სიგარეტი კლავს ხო მათ შორის წეველებას მაგრამ მაინც ეწევა ადამიანი იმიტომ რომ ერთ-ერთი ასე ვთქვათ ჭყალებში შინაგანი რწმენა ეუბნება რომ აი რაღაცა მომივა რა ეს რა ხო ხვდები რაც ფუნდამენტურად არასწორია მაგალითად სიგარეტი ერთადერთი ლეგალური ასე ვთქვათ პროდუქტია რომელიც თავის მომხმარებელს ნახევარს კლავს მაგრამ ნუ ეს თალკე ისტორია ხა იმაზე გადავედი უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ აი ეს ოპტიმიზმის მიკერძეობა კულტურაში არ ქონა უსაფრთხოების ეს არის სერიოზული პრობლემა რომელიც პირიქით მუშაობს იმაზე რომ შრომის უსაფრთხოება ნაკლებად არის დანერგილი. ხო მეორე მხარეს დგას უკვე თვითონ ბიზნესი, კომპანია, არ ვიცი, ყველა ვინც უნდა უზრუნველყოფდეს თავისი თანამშრომლების და მომხმარებლების უსაფრთხოებას. ხო, ანუ ერთი არის რომ თვითონ ადამიანმა იფიქროს, სადაც მუშაობ, მე ვიყო უსაფრთხოდ, ხო, რა თქმა უნდა, ხა ლოგიკურად რო შეხედო, რა დგინდა ვიღაცამ გითხრას, რომ შენ უნდა უსაფრთხოდ იყო, როცა შენ თვითონ ხარ იქ, ხო? მეორე არის ის, რომ მოთხოვნილება უნდა კონდეს ამ კომპანიასაც, ვინც არის დასაქმებული, რომ ეს აღასრულოს. თუმცა ეს რაღაცა ბიუროკრატიასთან არის, ხარჯებთან არის დაკავშირებული, თან ხედავს რომ ეს ადამიანი არავინ არ ინდომებს ამას და რა თქმა უნდა მისგანაც არანაირი ესეთი პოზიტიური განსაკუთრებულის არ მოდის. ეხლა ზოგადად ვსაუბრობ, ოღონდ ეხლა არავინს არ ეწყინოს, რა თქმა უნდა, მესმის რომ ვიღაცები ძალიან ბევრი მაღალი სამოქალაქო შეგნების კომპანიების არსებობს ადამიანებიც, უბრალოდ ზოგად სიტუაციას ხსნი და არავის ეხლა ზემოდან არ უყურებ, მე ძალიან ადეკვატურად ვიგებ ამ პრობლემას და თავისი ობიექტური მიზეზები აქვს და გასაგები. და მესამე პრობლემა, ჩემი აზრით არის ის, რომ თვითონ მომწოდებელი, სერვისის მიმწოდებელი ადამიანები, ვინც უნდა ასე ვთქვათ, მოახდინოს გადამზადება, იქ პროტოკოლების შექმნა იქნება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შრომის უსაფრთხოება, პირველად დახმარება, მოწყობა, აღჭურვილობა, ასე შემდეგ. ეს ვინც უნდა მიაწოდოს იმ მომხმარებელს, იმ კომპანიას,
ამანაც იცის ხო ამ ქვეყანაში ცხოვრობს ისიც ამანაც იცის რომ არც დასაქმებულს აინტერესებს არც მაინც და მაინც მეორე მხარეა მონდომებული და თვითონაც ახლა რაღაცნაირად ცდილობს რომ ესე მიფუჩეჩებულად გაკეთდეს ეს საქმე და საბოლოო ჯამში მაინც და მაინც მაღალ სტანდარტს ვერ ვიღებ. თუმცა რა თქმა უნდა ეს მიდის გამოსწორების ასე ვთქვათ ეტაპებზე მეც რაც შეხება მქონია ვთქვათ მახსოვს ვთქვათ რამდენიმე წლის წინ რა სიტუაცია იყო ახლა როგორ მუშაობენ მე ნელ-ნელა მე რაც მივხვდი როგორ უნდა გაკეთდეს და რაღაცა უკვე ჩემი მოთხოვნებიც მაქვს იგივე პრობლემები არის პირველად დახმარებაში რომ პირველად დახმარებაც კულტურა უნდა იყოს და უსაფრთხოების შემადგენელი და ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილია და აქაც იგივე პრობლემები გვაქვს მაგრამ ნუ გაუმჯობესება მიდის მაგრამ ჩემი აზრით ეს პათოლოგიური სამკუთხედია მთავარი რაც ქმნის პრობლემას რომ ჩვენ ქვეყანაში ჯერჯერობით ესეთ მაღალ დონეზე ეს არ გვაქვს იმიტომ რომ მომხმარებელი თვითონ კომპანია დაწესებულება თვითონ დასაქმებული და მიმწოდებელი ყველა მაინც და მაინც ბოლომდე კარგად არ უყურებს ამას. არჩილ, ერთ შემხოტი კითხვას დავსვავ საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ ჩვენ საუბრობდით კულისებს მიღებას ანუ გადაცემას დავიწყებდით რომ ეს არის ჩვენ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ასე ვთქვათ კონსტიტუციის დონის მარეგულირებელი ორგანული კანონი სადაც არის გარკვეული ტიპის ჩანაწერები პირველად დახმარებასთან დაკავშირებით მაგალითად რომ ორგანიზაცია კონკრეტულად დამსაქმებელი არის ამ შემთხვევაში მთავარი გმირი ორგანულ კანონში რა ძირითადად მთელი რიგი ვალდებულებები დამსაქმებელზე ან ორგანიზაციაზე მოდის ეს არის განმარტებული როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება რომლისთვისაც დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს გარკვეულ სამუშაოს. აი ამ დამსაქმებელს მოითხოვება რომ საკუთარ ორგანიზაციაში ყავდეს პირველად დახმარების აღმოჩენილი პირი. 2019 წლიდან რაც ეს ჩანაწერი გაკეთდა ორგანულ კანონში პრაქტიკულად ანუ მაინტერესებს შენი მხრიდან როგორც ჩვენ ვიცი რომ გაქვს ასევე ცენტრი პირველად დახმარების გადამზადების აი თუ არის მომართვიანობა ამ კუთხით შეცვლილი იმიტომ რომ ორგანულ კანონში გაჩენილმა ამ ჩანაწერმა ჩვენი პირადი გამოცდილებით როგორც სპეციალისტების ინსპექტირებების დროს შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან გააჩინა ვალდებულება რომ დასაქმებულებს ქონოდათ გავლილი პირველად დახმარების ტრენინგი ორგანიზაციებს ქონოდათ პირველად დახმარების აღმოჩენილი პირები. თუ არის ამ კუთხით მომართვიანობა გაზრდილი 2019 წლამდე პერიოდთან შედარებით. თუ გაქვს ამის სტატისტიკა ნაწარმოები. კი, მოთხოვნა გაზრდილი არის, ასე თუ ისე, ყოველ შემთხვევაში. თუმცა კიდევ იმას ვამბობ, რომ პრობლემა არის იმაში, რომ თვათ ეს ჩანაწერი კი არის, მაგრამ აქ უკვე მაგალითად პრობლემა არის დამოკიდებულებაში რა, როგორ უყურებს ამ პირველ დახმარებას ადამიანი რა. პირველ დახმარება არ არის ესე ხელწამოსაკრავი თემა, ეს არის საკმაოდ საინტერესო და არც თუ ისე მარტივი საკითხი და ძალიან ანუ ასე ხშირად უნდა გადიოდეს ადამიანი, თან არის უცხოენასავით არის რა, თუ ისწავლე და მე აღარ იმეორებ, მე გავიწყდება მარტივად, ხო? ეს ჩანაწერი კი კარგია რო არის, ცოტა მეტი კონკრეტიკა რო იყოს უფრო უკეთესი იქნებოდა. ეს რა თქმა უნდა ზრდის მოთხოვნას პირადად ჩვენი და ჩემი სტატისტიკაც დაახლოებით არის მომართვიანობაც იზრდება, მაგრამ ჩვენ ცოტა უფრო მეტად ასე ვთქვათ ხარისხზე ვართ ორიენტირებული და ასე თუ ისე შეიმჩნევა ის ამბავი, რომ ადამიანები უბრალოდ რეგულაციას ერგებიან და არა ის, რომ მათ გააზრებული აქვს ამ საქმის და ზოგადად შრომის უსაფრთხოების ისა რა ქვია კრიტიკული მნიშვნელობა. არა ის, რომ კრიტიკული მნიშვნელობაა გააზრებული და მაგიტო კი არა მოიმატა. არამედ ის, რომ ავალია რაღაც და ეს ესე უნდა გააკეთოს. დიდი ალბათობით ესე კი მომართვიანობა განპირობებულია იმით, რომ არეგულირებელმა კონკრეტულ კომპანიას ორგანიზაციას მოთხოვა, რომ პირველად დახმარების აღმოჩენილი პირი უნდა ყავდეს. უფრო მეტად ესეთი ადამიანები ჭყალებში გაწუხებენ ასე ვთქვი. კი, ოღონდ იცი რა არის? ამაში ძალიან განსაკუთრებულად რაღაცა საკვირველი და ის არაფერი არ არის, მაგალითად პრევენციის სხვადასხვა მეთოდები არსებობს და ერთ-ერთი არის 3E rules ესე ინგლისურად ესე ვქია, 3Es მეთოდი რა, education, engineering და enforcement რა. რაღაცის პრევენცია რო გინდა, უბედური შემთხვევის პრევენცია. ეს სამი საფეხური არის, რომელიც იმპლემენტაცია უნდა განახორციელოს. ეს და education არის განათლება რა, ნუ ქართულად 3E აღარ გამოდის, მაგრამ I არის განათლება რა, მე უნდა გასწავლო. შენ რომ განათლებას ძალიან ბაზისური და რა უნდა გასწავლო, წითელზე უნდა გაჩერდე, მწვანეზე უნდა გაიარო რა, რაღაცა იმ მაგდონეზე არის.
განათლება მერე ინჟინერია ასე ვთქვათ, ხო? რომ დაგიქირავებ და გაგიშვებ და მაღალ იმაზე რომ მუშაობ, მე უნდა მოგცე ჰარნესები, ქართულად ბოდიში ოღონდ არ ვიცი რა ქვია. დაცვის საშუალება. კი ბატონო, რაღაცები უნდა, ანუ ეს ინჟინერებმა უნდა შექმნა, ხო? ეს არის ინჟინერია, ხო? ანუ მე შენ გეუნები რა უნდა გააკეთო და გაძლევ რა უნდა გააკეთო პრევენციისთვის. მაგრამ შენ თუ ამ ყველაფერს მაინც არ აკეთებ, აქ უკვე მოდის მესამე enforcement, ანუ კანონი. მე უკვე დაგიძებ რეგულაციას. ეს ყველაზე ეფექტურია რა თქმა უნდა ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, რაც არ არის გასაკვირი, რომ ეხა ამის გამო მოდიან ადამიანები. უბრალოდ ცუდი ამაში ის არის, რომ რაღაცა ხრელებს ეძებენ ამ კანონმდებლობაში, რომ იქნებ მარტივად გაიარონ, რომ უცბად მიფუჩეს საქმეს და ეს რაც არასწორია. ეს რა თქმა უნდა ამას მასიური ხასიათი არ აქვს, მაგრამ ვიტყოდი რომ სერიოზული პრობლემა არის. არჩილ, მე გამაინტერესებს გვაქვს შრომის უსაფრთხოებაში რამდენიმე საბაზისო ტრენინგი, რაც აუცილებლად უნდა ჩავატაროთ. კოვიდის დროს, არ ვიცი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები ატარებდნენ კოვიდის ინსტრუქტაჟსაც კოვიდის დროს ესე. ეხლა გვაქვს ხო, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი არის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და არ აქვს მას ექიმის განათლება. ერთ-ერთი ტრენინგ თემატიკა არის პირველადი დახმარება, რაც კომპანიაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს და ხშირად ამას შრომის უსაფრთხოების ძალიან ხშირად ამას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები ატარებენ საკმაოდ მარტივად. ნუ ზოგს მულაჟი აქვს, ზოგს საერთოდ არ აქვს მულაჟი. კი, ახლა ესეც ნაყოფი არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაცა დადგენილებებიდან აქვთ ამოღებული შესაბამისი ინფორმაცია, რასაც პირველადი მიწოდების გზით კარგად აწვდიან დასაქმებულებს, მაგრამ აი ეს საბაზისო განათლება მაინც უმეტეს მათგანს არ აქვს. სამედიცინო განათლებას გულისხმობ. როგორ ფიქრობ, უნდა ატარებდეს თუ არა პირველადი დახმარების ტრენინგს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და უნდა ჩაერთოს თუ არა outsource, როგორი ცენტრით შენ გაქვს მსგავსი ცენტრები აი ამ სერვისში. რა ვიცი, მოკლე პასუხი არის კატეგორიულად არა, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი პირველადი დახმარების ტრენინგს არ უნდა ატარებდეს. ქვეყანაში ეგ პრობლემა მე პირადად არ ვარ ესეთი რაღაცა მე პირადად არ მინახავს. თუმცა ძალიან ბევრი მსმენელი მყოლია, ბევრ კომპანიაში ვიცნობ, ვისთანაც ყოფილან და ნუ როგორც წესი ნეგატიური ინფორმაცია მოსულა, რომ აი რანაირად ის რატომ იტარებდა და როგორ შეიძლება პირველად დახმარება მარტო სლაიდებით ისწავლო. რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები, ეს არის 2x2 4. არ უნდა ატარებდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ამას უნდა ატარებდეს სამედიცინო ან ბაზისური სამედიცინო განათლების მქონე, ან აკადემიური სამედიცინო განათლების მქონე, არ არის აუცილებელი მაგალითად ექიმი იყოს რა, მაგრამ ნუ სამედიცინო განათლება უნდა გქონდეს და ან ერთ რომელიმე კონკრეტულ ტრენინგზე თუ მუშაობ, ის კონკრეტული ტრენინგი უნდა გქონდეს რამდენიმენაერად გავლილი. ერთი რო ეგრეთ წოდებული პროვაიდერი იყო, მე ინსტრუქტაჟი გასწავლონ, მე ის და მოკლედ ეს ქრონოლოგია ჩემი მოგონილი არ არის საერთაშორისო ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მაგალითად ტრავმის მართვის პრეხოსპიტალური პროგრამა, PHTLS-ი არის ძალიან კარგი პროგრამა, ჩემი საყვარელი პროგრამა არის, იმიტომ რომ ერთ-ერთი პიონერი მე ვიყავი, პირველი წავედით საქართველოსთან, საქართველოში 7 თუ 8 ვიყავით წასულები და ჩვენ ჩამოვიტანეთ. აი ეგ მაგალითად შეუძლია ეგთანაც ჩაატაროს. მაგრამ როგორი სისტემაა, იცი რო შექმნილა? ეგთანიც გაივლის ამ PHTLS პროგრამას, ანუ გახდება პროვაიდერი, მერე გადის ინსტრუქტაჟის პროგრამას, მერე გახდება ინსტრუქტორი და მერე ატარებს ტრენინგს, მაგრამ ამ ტრენინგს ყოველთვის ყავს თავისი medical advisor. იქ ექიმი ყოველთვის ესწრება, იმიტომ რაიმე გაურკვევლობა რო იყოს, ისეთი შეკითხვა გამოიწვია, რომ ის ექთანი ასწავლის ექიმსაც. შეიძლება რაღაც ისეთი შეკითხვა დასვას, რომელსაც იმან არ იცის და ასე შემდეგ. ანუ ყოველთვის რაღაც backup-ი არის, რომელსაც უნდა ჰქონდეს სამედიცინო background-ი. ეხლა მე ვერ წარმომიდგენია დღემდე მაგალითად ჩვენ ტრენინგ ცენტრში ტრენინგების ბოლოს ახლა თან ისიც ჯერეთი რომ ხშირად ასმულ შეკითხვებს განვიხილავთ ხოლმე, მეორე ჩვენს ინსტრუქტორებს სულ ყველას გვაქვს ტრენინგის მერე შესავსები ფორმა, სადაც ვავსებთ რა იყო ის ჩვენთვის საინტერესო რა შეკითხვები იყო და ასე შემდეგ. ვერტუალ ყოველ ტრენინგზე ალბათ ცოტა უტრირებული იქნება, თუმცა ყოველ მეორე ტრენინგზე მეც რაღაცას ვიგებ ისეთს და ისეთი ფორმულირებით ცოს ადამიანის შეკითხვას, რომელიც მე თვითონ ვიჭერ ჩემ თავს, რომ აი არასდროს ამაზე არ მიფიქრია. ჩემი ბექგრაუნდი ახლა მე არც იმაზე ანუ ჩემი იმას არ ვახდენ, ანუ არც ყველაზე კარგი და ჭკვიანი ექიმი ვარ, მაგრამ ექიმი ვარ გამოცდილებით მინიმუმ 12 წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით და ტრენინგები მაქვს გავლილი, არ ვიცი, მინიმუმ ალბათ 7-8 სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დონეზე. ჩემთვისაც კი არის ხოლმე ესეთი შეკითხვები, რომელსაც ვეუბნები, რომ იცი რა, მე ამაზე ხა ამ წუთას კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემ, მოსაფიქრებელი მაქვს, გადასამომეწმებელი მაქვს და ასე შემდეგ. ჩემთვისაც, ანუ ჩვენც ექიმები ზოგადად ყოველ მიუხედავად იმისა, რომ Google-ის ეპოქაში ვცხოვრობთ,
ეხა რამდენიმე ასეულიდან $1500 ყოველწლიურად პირადად მე ვხარჯავ იმაში, რომ მქონდეს up-to-date ინფორმაცია წვდომა სამედიცინო სიახლეებისთვის, მქონდეს ახალი წიგნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემთვის წარმოუდგენელია ის, რომ ერთმა ადამიანმა რაღაც ტრენინგი გაიაროს, ან რაღაც წაიკითხოს და მერე იმან ჩაატაროს მით უმეტეს ეს არის ნონსენსი, ჩემი სუბიექტური აზრია, ბოდიში თუ ვინმე გზნობებში შეურაცხყოფ აქვს, მაგრამ ამის პრობლემები რო ქონდა, ერთი შიდა განაწესი, პირადად ჩემი შიდა განაწესი არის ჩემთან ტრენინგ ცენტრში. იმიტომ რომ ეს კულტურა რო არზის ჩვენთან მაგალითად ვეუბნებით რომ რა ვიცი თუ მოდიხარ ჩემთან, მოდიხარ სასწავლებლად და მე ვთვლი რომ კარგად გასწავლო რა, არც ფართხა ფურთხით, არც გაქცევაზე, ამდენი დროა საჭირო, ამდენიც და ხშირად ყოფილა ის რომ რაღაცა ეს ხო დროის კარგვა, ეს ხო ის არის ჯერ ეგეთ რაღაცა როგორ უნდა თქვა ხა ადამიანის შეურაცხყოფა ბოლო-ბოლო ეხლა ანუ 12 წელი ვისწავლე რაღაცა მე ჩამოვედი ჩემი პირადი ხარჯებით გავაკეთე ამ ხერა რაღაცა მოდიხარ ხედავ მოწყობილი და დროის ხარჯვა ჯერ როგორ უნდა თქვა მაგრამ მეორე რას ქვია დროის ხარჯვა და მეორე ჩვენი შიდა განაწესი ოფიციალურად მაქვს ეს ტრენინგ ცენტრში თუ კი ჩემთან გაქვს გავლილი ტრენინგი ყველას მეუბნები რა იმის მერე რა და ოფიციალურადაც წერია ჩვენ თითოეულ იმაზე რა ქვია სოციალურ ქსელებში და ვებგვერდზეც იქნება ეს ჩვენთან თუ გაქვს გავლილი ჩვენი ტრენინგები სერტიფიკატები არის სხვადასხვა ის მაგრამ საშუალო 2 წლიანია რა და შენ თუ თვლი რომ 2 წელიწადში მოხვალ და გეცოდინება მაგალითად არის 1 ან 2 წლიანია რა ვარირებს ვადა შენ თუ თვლი რომ ჩემთან გაიარე ტრენინგი და 2 წელიწადში ისე გახსოვს პრობლემა არა თუ გონია რომ აქ მე ფულს ვაკეთებ უბრალოდ მოდი ტესტირება მაქვს ჩააბარებ ამ ტესტირებას მე პრაქტიკულს გაგაკეთებინებ იმასაც ჩააბარებ ჩემი თავი გენაცვალოს, კონიაკსაც დაგალევინებს, სერტიფიკატსაც გაჩუქებ, ფულს არ გამოგართებ, წადი მე გააგრძელე შენი საქმიანობა. პრობლემა არა მაქვს. მაგრამ ეს წესი რაც შემოვიღე, კაციშვილს აღარ ვთქვი, არავინ არ მოსულა რა თქმა უნდა მაგაზე. მეორე თან ეს არის სრულად ობიექტური. მანეკენზე მე კი არ ვაფასებ, რომ არის ფიქროს უი ჩამჭრა და რაღაც. აჰა, ამერიკის გულის ასოციაციის ოფიციალური პერსონალის მანეკენები მაქვს, რომელიც აპლიკაციაზე ერთდება, გააკეთებ ის გაჩვენებს, როგორ გააკეთე რა, რო არ თქვა მე ჩამჭრა. ტესტირებაც ისე არის შედგენილი რომ თითოეულ პასუხზე დასტურებელი ჩვეულებრივი წყაროებით მაქვს ყველაფერი ეს გაკეთებული ხო გამორიცხულია ექიმები ჩვენს გავდივართ ამას რა გამორიცხულია რომ არასამედიცინო განათლებით ამ ბაზისური ან აკადემიური ქონი ადამიანმა ერთხელ რაღაცა წაიკითხოს და იმან მერე ვიღაცას რაღაცა ასწავლოს არა თუ ვიღაცას რაღაცა ასწავლოს ერთ წელიწადში შანსი არის რომ იმას ის ცოდნა ქონდეს იგივე დონეზე გამორიცხული კარი არჩილ ეს ძალიან აუწურავი ინფორმაცია იყო მაგრამ ერთს კიდევ დავაზუსტებ რა ჩვენი კოლეგებისთვის განსაკუთრებით ჩვენ საფრთხების სპეციალისტებისთვის რა კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ ესე იგი შენი კურსის პირობითად რა ეხა ეს რეკლამა არ ჩაგვითვალოს არავინ რა პირობითად მოვიდა შენთან რა კურსზე რა თუნდაც ჩაგვითვალოს ხო გაიარეთ დახმარებას არჩილ მარშალი აუცილებლად ანუ დაახლოებით ასე ვთქვათ, საშუალო ნიჭიერების მქონე ადამიანს თუ შეიძლება ეს ტერმინი ვინმეს მოაწყო. საშუალო IQ რა. მე შემოსახების სპეციალისტი ხო, აი, მე და ნიკოლოზი მოვედით რა თუ შენთან. რა დრო დაგჭირდება იმისთვის რომ აი საშუალო დონეზე ვთქვათ რა. აი ზოგადად სტატისტიკური ქართველს რა დრო დაჭირდება მონდომებულ ქართველს რომ აი შენ თქვა რომ აი უკვე შეგიძლია რომ შენ დამოუკიდებლად ჩაატარო ტრენინგი პირველად დახმარებაზე. ნუ მარტივად რო ვთქვათ, რამდენი ხანი გჭირდება იმისთვის რომ გახდე პირველად დახმარების ტრენერი. თუ არ მაქვს სამედიცინო განათლება. ეგეთ რაღაცას მე მაგალითად არ ვიტყოდი არ რო შენ არ შანსი გამორიცხულია, იმიტომ რომ მინიმუმ სტომატოლოგი მაინც უნდა იყოს, ხო? ანუ სტომატოლოგები ექიმები არიან. ანუ ეგთანი მაინც უნდა სამედიცინო განათლება უნდა ქონდეს, მაგრამ კიდევ ვიძახი რომ გააჩნია მე რა იმაში აი მაგალითად საერთაშორისო პრაქტიკა როგორია. თუ კი ეგთანი ხარ ან პარამედიკოსი ხარ ან რაღაცა და თუ კი ატარებ ის თუ კი ნორმალური და ესეთი რეპუტაციული ტრენინგ ცენტრია და საგანმანათლებლო დაწესებულება იმას medical advisor იმ კურსს ყოველთვის ყავს medical advisor-ი რომელიც ამას აკონტროლებს რომ ამ ადამიანს იქნება თავის კომპეტენციაზე მაღალი შეკითხვა დაუსვას და უბრალოდ ფიზიკურად არ იცის იმიტომ რომ რანაირად შეიძლება თქვა BLS-ი ისწავლო ანუ basic პირველად გულფილტვის რეანიმაცია ისწავლო მაგრამ ადამიანი ადგა და რაღაცა კითხა ფიბრილაციაზე ოღონ რაღაცა რითმზე კითხა რა ახლა ხო ადამიანია რა მსმენელია და აინტერესებს ხო არ თქვი რა პაპა მე მაგას ვერ გიპასუხებ და რაღაცა რა მაგრამ გამორიცხულია მე არ ვიცი ამას თუ მე რომ მკითხო მე ჩემი ტრენინგ ცენტრიდან უფლებას არ მივცემდი ანუ
ტრენერის იმას რა ქვია, ტრენინგს არ ჩავატარებდი, თუ კი სამედიცინო განათლება არ აქვს. ოკეი, მაშინ ესე დაგისვა კითხვა შემოვატრიალებ რა. ზოგადად ჩანაწერი გვაქვს, რომ პირველად დახმარების აღმოჩენი პირი უნდა ყვავდეს სამუშაო ადგილს. რას დაამატებდი კანონმდებლობას კონკრეტიზაციის კუთხით რა. იგივე მე მაგალითად მაკლია ტრენერის კვალიფიკაცია რა კანონმდებლობაში რა. თუ დაამატებდი ამას, აი რას დაამატებდი შენ? აი მოგიყევით, რომ პირველად დახმარების აღმოჩენი პირი უნდა ყავდეს ორგანიზაციას, პირველად დახმარების აღმოჩენის საშუალებები უნდა ქონდეს ორგანიზაციას. ამის იქით თავისუფალი ხარ როგორც კანონმდებელი, რას დაამატებდი? ვინ უნდა იყოს ტრენერი მაგალითად ამის კვალიფიკაციას თუ დაამატებდი მაგალითად კურსთან დაკავშირებით თუ რაიმე დაამატებდი? რა იმის ნაკლებობა რა გაქვს? აღმომჩენით უნდა იყოს ტრენერი რა შუაში ეგრო არა, ახლა პირველად დახმარების აღმოჩენი პირი უნდა ყავდეს ორგანიზაციას. ოკეი, პირველად დახმარების აღმოჩენია რა, ისწავლა, გაიარა და შეუძლია რომ აღმოუჩინოს დახმარება რა. უნდა იყოს პირველად დახმარების აღმომჩენის საშუალებები. კი ბატონო. მორჩა, ამის იქით აღარაფერი აღარ არის დაკონკრეტებული. აი შენ როგორც ექიმი, როგორც მაგ კონკრეტული დარგის წარმომადგენელი, ამ კანონში რას ხედავ? აი რის საჭიროებას ხედავ? კონკრეტიზაციის კუთხით რამეს თუ დაამატებდი? კი, რა თქმა უნდა. ოღონდ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ახლა, რა თქმა უნდა, მე არანაირი იურიდიული განათლება არ მაქვს და კანონთან ძალიან ფრთხილად უნდა იყო, იმიტომ რომ იქ თითოეული ჩანაწერი მართლა ვინც იცის ისე უნდა, იმიტომ რომ მე ვიღაცამ ცუდად არ გამოიყენოს, ან რაც მთავარია გამოყენებას ვინ ჩივის, რაღაც ისეთი არ გაიპაროს, რომ ადამიანი დაძანრარდეს და ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს ამან. მაგრამ პირველ რიგში უნდა ვქნათ ის პირველად დახმარების აღმომჩენი ინგლისურად ეგრეთ წოდებული პროვაიდერია რა და ინსტრუქტორი საერთოდ სხვა განზომილებაა რა ეს პროვაიდერი რო ხარ არ ნიშნავს იმას რომ ეს ხარ ეს სულ სხვა ანუ მე მაგათად რო აგიხსნათ რა კიდე ერთხელ ჩემ იმაზე იმას ვქენი რა ქვია ძალიან ჩავიციკლე მაგრამ იდეაში მე ვარ სტუმარი და ალბათ ჩემზეც უნდა მოგიყვეთ ანუ მე რო ექიმი ჩავედი ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამვის მართვის პროგრამის ჩამოსატანად შეიძლება საათი მერჩი, მაგრამ 16 ჯერ წიგნები გამოგვიგზავნეს აქ ვისწავლეთ, მოვემზადეთ, ჩავედით, 16 საათი გქონდა ტრენინგი. მერე ჩავაბარეთ გამოცდა. მერე შევისვენეთ, მერე დაიწყო ახალი ტრენინგი უკვე, ინსტრუქტორის ტრენინგი, ის დავამთავრეთ და მერეღა მივიღეთ უფლება რომ ვიგვესწავლა. თორე ეს ანუ ექიმისთვისაც კიდე ხა წარმოიდგინე არასამედიცინო განათლების მქონე გამოირიცხა. როგორც მინიმუმ ჩემი სუბიექტური აზრით გამოირიცხა. მაგრამ რაც შეეხება ხა ის რომ უნდა კომპანიას უნდა ყავდეს პირველად დახმარების აღმოჩენი პირი, მე მაგალითად დავამატებდი რაოდენობას, რა რამდენი პირი უნდა იყოს. ჩემი აზრით თუ კი მაგალითად გააჩნია რა სამსახურს ეწევა ეს კომპანია, თუ კი 24 საათიანი ის არის, მინიმუმ 2-ს ვიტყოდი, რომ ერთ შიფტზე, ერთ 24 საათში 2 ადამიანი მაინც უნდა იყოს იქ რა. კარგი იქნებოდა. ასევე დავამატებდი იმას თუ რამდენად აღმოჩენი პირი რას ნიშნავს. რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაიაროს ეს ტრენინგი, როგორ ხო? მე რომ მკითხო ყოველ წელიწადში რო გაიაროს, რატომაც არა, მაგრამ მინიმუმ 2 წელიწადში ერთხელ მაინც ეს აღმოჩენ პირს უნდა ჰქონდეს ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც აჩვენებს, რომ ის პერიოდი არის ვალიდური. აი 2 წელიწადში ერთხელ რო ჰქონდეს ამ ადამიანს გავლილი ადამიანებთან ჯგუფს. არჩილ მოკლედ გადავიდეთ პირველადი დახმარების ყუთზე. შრომის ინსპექცია, როდესაც ჩვენ მითითებებს გვაძლევს, აუცილებლად წერია იქ, რომ კომპანიას უნდა ჰქონდეს პირველადი დახმარების ყუთი. როგორი უნდა იყოს პირველადი დახმარების იდეალური ყუთი? პირველადი დახმარების იდეალური ყუთი არ არსებობს, მოდი ესე ვთქვათ რა. მაგასთან ბევრჯერ ქონია შეხება და ყოველთვის გეუბნებიან, მეც მეკითხებიან ხოლმე, რა უნდა იდოს პირველად დახმარების ყუთში. ესეთი ოქროს სტანდარტი არ არსებობს და მაგაში ბუნდოვანი ჩანაწერი ნიშნავს იმას, რომ ძალიან მიფუჩეჩებულად გამოვა საქმე და რატო? აი მაგალითად, ეხლა არც ძალიან ისე უნდა იყოს კონკრეტულად რაღაც ოქროს სტანდარტზე ხაზგასმული, იმიტომ რომ ძალიან რთულია ყველა სიტუაციას მოერგო რა, ეხლა მაღაროში და საბავშვო ბაღში ერთნაირი მოთხოვნილება არ არის თუ რა ინვენტარი უნდა იყოს იმაში რა ქვია პირველად დახმარების ყუთში, ამიტომაც ერთ ოქროს ხაზს ვერ გააკეთებ. თუმცა ბუნდოვანება პრობლემას ქმნის იმას, რომ შენ რაც არ უნდა ყუთი როა იყო, პროსტა უბრალოდ პირველად დახმარების ჩანთა დააწერო და შეგინდო ჩადო 4 ბამბა და 1 თერმომეტრი, უკვე ითვლება, რომ პირველად დახმარების ყუთია რა, მაგრამ რეალურად ეს ესე არ არის, სამწუხაროდ. და პრობლემა რაში არის ახლა? ერთ-ერთი თან პარადოქსული ფენომენია რა, მაგალითად აი შვილი ხო ყავს შენ? შენ არ ვიცი, ჯერ არა ხო? ხო, აი
შვილზე ძვირფასი რა შეიძლება ყავდეს ცხოვრებაში არა ხო ძალიან საინტერესო ფენომენია რომ ბაღს და სკოლას რის მიხედვით ვარჩევთ და რაც არ უნდა ჩამოთვალე იქ ლოკაცია რამდენად კაი მასწავლებელია რამდენად სუფთა არის კვების ადგილი ესა კარგი რემონტი რაღაცა კაცშვილი არასდროს არავინ არ ამბობს იმას რომ რამდენად უსაფრთხოა თუ ამბობს ეს უსაფრთხოება გადის რომ აი დაცვა იდგეს გარეთ რა ხო ამიტომაც ნებისმიერი არა ხა ხმამაღალი ნათქვამი იქნება ალბათ უდიდესი ნაწილი ბაღებისა და სკოლებისა არც მშობელი ითხოვს უსაფრთხოებას წარმოიდგინეთ ახლა ის საგანმანათლებლო ბიზნესია რა ბიზნესი რა რასაც მოითხოვ იმას მოგიტანს ხო ერგება ელემენტარულ მინიმუმს და თქვა პირველი დახმარების ჩანთარო ასე გახსნი და თქვა შეიძლება იყოს იქ რაღაც თერმომეტრი ბინტი ბამბა წყალბადის ზეჟანგი რაღაცა ის არაფრის მაქნისი ისე რა ქვია ეგრეთ წოდებული ზილიონკა და ასე შემდეგ ხო მაგრამ მეორე მხრივ შე ნახშირის ტაბლეტები და ასე შემდეგ. ეხლა მეორე მხრივ შეხედო, ბავშვი რომ იყავს სადღაც და ან გარემოში სადღაც რო ხარ. კაცო, იმ ბავშვს ბოდიში და დიარეა თუ დაემართან სიცხე მიცა, იმას რაღაცნაირად მეც მივხედავ სახში წავიყვან და მივაქცევ ყურადღება. ეხლა მე რა მინდა იქ? რაღაცა რომ მოხდეს. ვინმე მგული გააჩეროს. წვავე სისხლდენა იყოს. ქალატვინის ტრავმა იყოს. ასთმის შეტევა იყოს. წვავე დამწრობა იყოს, ანაფილაქსიური რეაქცია იყოს. აი ამის მართვა უნდა შეეძლოს იმ დაწესებულებას რაც არ უნდა იყოს იქ პირველადაც სანამ სასწრაფო მოვა ხო შესაბამისად წარმოიდგინე ამ კანონის ბუნდოვანება ქმნის რისკს რომ მე უბრალოდ ჩავდე ბინტს და ბამბას და რომ ნახოთ ასევე ბაზარზე ეს პრობლემა რაში არის რა ნებისმიერი ეს ჩანთა გამოიყურება ისე რომ გახსნი და გულს უხარია ბევრი ბინტი და ბამბა მაგრამ მეორე ნაკაწრი პრობლემა კი არის მაგრამ პლასტერამდე იქ უნდა იყოს სხვა რაღაცეები რა შესაბამისად ეხა იდეალური ჩანთა როგორ დაუბრუნდეთ შეკითხვას რომ არ გამიქცეს თანაზრი იდეალური ჩანთა ზოგადად უნდა მოერგოს რამდენიმე მოთხოვნას ერთი თუ ვისთვის არის განკუთვნილი რამდენი ადამიანი არის იმ გარემოში მუშაობს თუ მოხმარებელს და ასე შემდეგ ვინ იყენებს ამას, ანუ რა განათლება აქვს? ეხლა ლარინგოსკოპი და ენდოტრახეული მილი ჩაგიდო შენ ჩანთაში, არა რაში გჭირდება, ხო, არაფერში არ გჭირდება, იმიტომ რომ სამედიცინო ექიმი უნდა იყო, ხო? ანუ ვინ იყენებს ამას და რა გარემოა რა, ასე ვთქვათ. აი ჩვენ გვეხმარება ის რომ ეკონომიკური საქმიანობათა დარგები გვაქვს რა დაყოფილია პრიორიტეტულ დარგებად რა, ძალიან მაღალი, განსაკუთრებით მაღალი რისკის სექტორი ალბათ ეგეც უნდა იყოს გათვალისწინებული რა რომ გართობა დასვენების სექტორში აბსოლუტურად სხვა შიგთავსია კი ბატონო სამშენებლო ინდუსტრიაში აბსოლუტურად სხვა ხო კი ბატონო და აი ეგ გამოდის იდეალური ჩანთა არის ნაფიქრი იმ კონკრეტული სიტუაციისთვის ხალხის რაოდენობისთვის და ადამიანებისთვის რომელმაც ეგ უნდა ანუ არჩილ აზრი არ აქვს რომ ეხა ესე გავწეროთ ჩვენ ხო ნუ კანონმდებლობაში რომ ეს ესეთი უნდა იყოს ეს ესეთი უნდა იყოს თუ მიესალმები აი საერთაშორისო პრაქტიკა როგორია მაგალითად არის იქ დაყოფილი ესე რომ ბაღში ეს უნდა იყოს მშენებლობაზე ესე უნდა იყოს ბაღში არა მაგრამ უყურე როგორ არის ეგეც ერთ-ერთი შეცდომაა რა რაღაცა ნებოშის აკრედიტაციით მიღებული პირველი დახმარებები რა პირდაპირ იქიდან გადმოღება არ გამოვა იცი რატო არ გამოვა იმიტომ რომ მაგალითად იქ რო სიტყვაზე ვთქვათ მოლში რა სავაჭრო ცენტრში რო რაღაცა გარკვეული მოთხოვნა აქვს პირველი დახმარების ჩანთის იმას პირდაპირ აქ ვერ გადმოიტან, იმიტომ რომ ის იმაზე კი არ არის დამოკიდებული. იმის გარდა კიდე ბევრი ვალდებულება აქვს, იქ დეფიბრილატორიც აქვს, პირველად დახმარების სტაფიც ყავს, ტურნიკეტები ცალკე აქვს, ისინი ცალკეა და უბრალოდ იმათ ცენტრალური კანონმდებლობა სხვა რაღაცას თხოვს. ეს არის მე კიდე დამატებითი რა. და შენ რომ მარტო ეს წამოიღო, ეს მთავარი ღირებულებები გრჩება აქ და ამიტომ დამატებითი არის რაღაცა ბინტი, ბამბა, პლასტერი, რაღაცა ეგეთები, ის მთავარი პირველად გადაუდებელი, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, ის სხვა რაღაცა. შესაბამისად დამატება ჩემი აზრით ეს რაღაცა ის კანონმდებლობა უნდა შეადგინოს ალბათ, მაგრამ ხაზგასმული უნდა იყოს, რომ გადაუდებელი მდგომარეობებისთვის აუცილებელი ინვენტარით უნდა იყოს აღჭურვილი და ეს გადაუდებელი მდგომარეობა რამდენიმე მაინც უნდა იყოს ჩამოთვლილი, როგორც მინიმუმ წვავე სისხლდენა, გულის გაჩერება და რაღაცა ისეთი თქვათ ანაფილაქსიას და იმას ისე ვერ დაურთო, მაგრამ აი ეს წვავე სისხლდენა და გულის გაჩერება როგორც მინიმუმ არის რა და ნუ მე ხა ამას დაждომა უნდა და ფიქრი უნდა ხა ესე უცბად ესე დაწერო არ გამოვა და მე უკვე დანარჩენი
თვითონ მომხმარებელმა და მომწოდებელმაც უნდა იფიქროს, იმიტომ რომ შენი მართლა პასუხისგებლობა, მორალური პასუხისგებლობა უსაფრთხოებაზე ხომ უნდა ფიქრობდე და ამაზე მე უკვე სპეციალისტი უნდა მოიწვიო და უნდა განსაზღვრო, რისკ ასესმენტი უნდა გააკეთო, რა ხდება, როგორ ხდება, მე კითხო რომ აი შენ რას მირჩევ რა დავამატო, მე იმას ვკითხო და საბოლოო ჯამში ეგ გამოდის იდეალური ჩანთა. ეხლა ცოტა ხანგრძლივად კი იმას თქვენი, მაგრამ ძალიან მარტივი პროცესია, იდეაში თუ კი იცი ამის. კი, ჩვენ პროფესიასაც ესადაგება, რომ განსაზღვროთ საფრთხე, განსაზღვროთ საჭიროება, იდენტიფიცირება მოახდინოთ ამ ყველაფრის რა. არჩევანი უნდა დაუტოვოთ რა, ორგანიზაციას რა. ხო, რა თქმა უნდა, თავისი ის უნდა ქნას რა. არჩილ, როგორ ფიქრობ, რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩატარდეს დასაქმებულებთან პირველადი დახმარების ტრენინგი? ეს გასაგებია, რომ 2 წელიწადში ერთხელ კვალიფიკაციის დადასტურება გვჭირდება ჩვენ, ან თავიდან გავლა გვჭირდება, მაგრამ ხა დასაქმებულები, მაგალითად, კომპანიაში სადაც მუშაობს 100 ადამიანი, ან თუნდაც 200 ადამიანი, 200-ვე ადამიანს ნაკლებად მგონია, რომ რომელიმე ბიზნესი ყოველწლიურად გაუშვებს პირველადი დახმარების ცენტრში და ესე გადაამზადებს. შესაბამისად, ალბათ უფრო აპრობირებული მეთოდი იქნება ის, რომ აუთსორს მოიწვიონ რომელიმე კომპანიის წარმომადგენელი და უკვე ადგილზე ჩაატარონ პირველადი დახმარების ტრენინგი. ზოგადად გულისხმობთ რა, ეხლა აღმოჩენ პირი გადავამზადე და ზოგადადაც ხომ უნდა იყოს ვიღაცები გადამზადებული. აი, ლავირება რომ მოვახდინოთ დროის, როგორ ფიქრობ, ეს უნდა იყოს 3-დან 6 თვემდე, 6-დან 1 წლამდე თუ უფრო მეტი დრო სჭირდება დასაქმებულებს იმისთვის, რომ მე ვამბობ, აი ის საბაზისო პირველადი დახმარების, ხო რა, საბაზისო პირველადი დახმარების ინფორმაცია კარგად ჩაუჯდეს თავში. და არა მარტო ეს გამოიყენოს, რა თქმა უნდა, იქ სადაც მუშაობს, ანუ სამუშაო არეალში. არამედ ეს გამოიყენოს თუნდაც ნებისმიერ მოლში, თუნდაც სახლში, მეტროში ან მე რომ მკითხო ყოველ ერთ წელიწადში ერთხელ რო იყოს, არის იდეალური, კარგად ჩატარებული ტრენინგი რა. ეს არის იდეალური პერიოდი იმისთვის, რომ რაღაცა გახსოვდეს და რაც მთავარი აქ ხო პირველ რიგში ხო კიდე იმას ვამბობ რა, რეგულაციას ხო ვერ გებით, ადამიანის სიცოცხლეზე გვაქვს საუბარი. კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანის სიცოცხლეს წვეთს ის, ვინც პირველად დაეხმარება მას. იმიტომ რომ სულ თქვა თუ გაჩერდა და გული გაჩერდა იქ და გონებაზე არ არის ადამიანი, შეუქცევადი პროცესები თავის ტვინში იწყება დაახლოებით 3 წუთიდან. და 10 წუთის მერე უკვე ბიოლოგიური სიკვდილი დგება როგორც წესი. საშუალო მიმართვიანობა სტანდარტულად სოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო დონეზე დარეკვიდან არის 8 წუთი. წარმოიდი რაღაცა მოხდება, მე რაღაცა უნდა მოიფიქროს დარეკოს, ხო ამაში დრო დაიკარგა, მე დარეკა და ანუ საერთაშორისო სტანდარტითაც კი 8 წუთი არის. ჩვენთან ბოლო აუდიტის ისამე რაც მახსოვს არის დაახლოებით 15 წუთი. ანუ კრიტიკულ მდგომარეობაში სასტრაფოს ლოდინი არის უბრალოდ ფატალური შეცდომა. შენ თუ იქ არ დაიწყე გულფიტვის რეანიმაცია, მე თითქმის აზრი არ აქვს იმას. და მე პლუს ემატება იქ დეფიბრილაციას, რომ ის ყველგან უნდა ეკიდოს და რაღაცა და რაღაც. ამიტომაც აქ არის პირველ რიგში უბედური შემთხვევებისთვის მზაობა. ხო და არა ის, რომ რეგულაციას ანუ ყოველ ერთ წელიწადში ერთხელ მაინც ადამიანს, რომელსაც არანაირი შეხება მედიცინასთან არ აქვს, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიაროს რა. ნუ კაი, ხო თუ რაღაცა არ ვიცი, ეზარება თუ რაღაცა არ ვიცი რა პრობლემა არის, 2 წელიწადი არის მაქსიმუმი ჩემი აზრით. ის უნდა იყოს მაქსიმუმი. რო სწავლების წლის გეგმაც გვაქვს ჩვენ, ამის ვალდებულება არის რა, რომ ყველა ორგანიზაციას წლის გეგმა უნდა კონდეს, წლიდან წლამდე რა, 24-დან 25-მდე უნდა კონდეს გეგმა გაწერილი. ამას მარეგულირებელი აქტიურად ითხოვს, სადაც გაწერილი იქნება რა ტიპის სწავლებების ჩაატარებ შენ წლის განმავლობაში დასაქმებულებთან რა, ეს ახლა სავალდებულოდ შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნუ საორიენტაციოდ ეს უნდა იყოს გაწერილი და ნუ პატარა რაღაცა პრაქტიკა და ცრები ამ კუთხით გვაქვს, რომ მინიმუმ ერთხელ მაინც წერია პირველადი დახმარების ტრენინგი რა, სწავლების წლის განმავლობაში. ეგეც რო ვიცოდეთ რა. ხო, ეგ ძალიან კაი, მე მარეგულირებს ასე ვთქვათ, რეგულაციების წინააღმდეგი კი არ არის, არ გავიგოთ, რეგულაცია საჭიროა, რა თქმა უნდა. უბრალოდ მე ასე ვცდილობ, რომ მეორე მხრიდან დავანახო ეს სიტუაცია რა და გარდა ამისა, ასევე მომხმარებელს კი არა და დასაქმებულს უნდა ესმოდეს რა, გულის გაჩერების აბსოლუტური უმრავლესობა ხდება სახლში. 70% დაახლოებით ხდება სახლში. ну, ეგ იმას ანიშნავს, რომ სამუშაო იმაზე არ ხდება, რა თქმა უნდა, იქ ტრამვებიც ხდება, სიზდემები, ძალიან ბევრი სამუშაო პროცესიც ის არის, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ხდება სახლში. ანუ ჩვენ ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ მოგვიწევს გულფიტვის რეანიმაციის ჩატარება, ყველაზე მაღალი ალბათობით ჩვენი პაციენტი იქნება ჩვენივე ოჯახის წევრი ან ახლო მეგობარი, იმიტომ რომ სახლში ახლა ვისთან ერთად ხარ, ხო, ახლობელთან ერთად. ამიტომაც ამას არ უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ მხოლოდ ისე რომ აი მარეგულირებელი ითხოვს და რაღაცა
დამსაქმებელი მაძალებს და მოვლებს. ეს არის ჩვენი ოჯახებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე განათლება პირველ რიგში და შემდეგ არის უკვე ეს უსაფრთხოება მე ნაწილდება, ხო, სახლის უსაფრთხოებაზე თუ არ ვიფიქრეთ, რანაირად შეიძლება ჩვენ თავში და კულტურაში ჩაჯდეს შრომის უსაფრთხოება, ხო? სახლში თუ არ ვფიქრობ ამას, შენ ოჯახის წევრზე თუ ხო? შესაბამისად ეს რაღაცნაირად ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. კომპანიამ შეიძლება აარჩიოს რაღაცა ჯგუფი, მაგალითად ჩვენ ეგრე შვებით ხოლმე, მაგალითად ჩვენ რომელ ქვეყანაში ჩავდივართ, ყველა სხვადასხვა მოთხოვნა აქვს. კანადაში დასაქმებულების 90% ითხოვდნენ, რომ პირველად დახმარების სპეციალისტი უნდა ყოფილიყო. და გადამოვზადეთ მთელი სტაფი რა, ანუ რაღაც 220 კაცი მუშაობდა სუჩვენთან და 210 იყო პირველად ყველაფერი ვიცოდით რა. ისეთი პროსტა ისე იყვნენ. არჩილ, მე მინდა კიდევ ერთი ესეთი შეკითხვა დაგისვა, რაზეც მე და ლევონს საკმაოდ დიდი ხანი გვაქვს ნამსჯელია. ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად, ამასთან ერთად სხვადასხვა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებსაც დაუსვით ეს შეკითხვა და თითქმის ყველა ერთ აზრზეა. მე მინდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამადასტურებელ ცნობებზე ვისაუბრო, ეგრეთ წოდებული ფორმა ასები, ნომერი 400 თუ არ ვწდები ესეა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე სექტორი, გვაქვს დაბალი რისკის სექტორი, საშუალო რისკის სექტორი, მაღალი რისკის სექტორი, ძალიან მაღალი რისკის სექტორი. როგორ ფიქრობ, რომელი სეგმენტიდან უნდა დაიწყოს ბიზნესმა მოთხოვნა ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობების? მე ვფიქრობ, რომ უკვე საშუალო რისკის სექტორშიც, საშუალო რისკის სექტორში კი არა, ყველა სექტორში უნდა იყოს ეს აუცილებლად. კანონმდებლობითაც უნდა არეგულირებდეს მაკონტროლირებელი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ არის ახლა ისეთი დაავადებები, რომლებიც ქრონიკულია, მაგალითად პირველი ტიპის დიაბეტი ავიღოთ, მართვადი ეპილეფსია, ან უმართავი ეპილეფსია ავიღოთ, ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა არ უნდა იმუშაოს სადმე, ხო? იმიტომ რომ ეს არ ზღუდავს, მე მგონი 50% არ ზღუდავს ნამდვილად ეს ადამიანის შრომის უნარიანობას. ნუ პირველი ტიპის დიაბეტი, როგორც ვიცი, გადის მეორე კლასის, სიტყვა არ მომწონს, მაგრამ ინვალიდობაში გადის რა, მეორე კლასის, მეორე ტიპის ინვალიდია ადამიანი, რომელსაც პირველი ტიპის დიაბეტი აქვს. უნდა ითხოვდეს თუ არა ბიზნესი ამას აქტიურად, უნდა თხოვდეს თუ არა ფორმაციას, მაგრამ აქ მეორე ყველაფერს ორი მხარე აქვს, ხო? დასაქმებულმა შეიძლება იფიქროს ის, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაძლებელია ის, რომ დამითხოვოს დამსაქმებელმა სამსახურიდან. მაგრამ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტსაც და რა თქმა უნდა დირექტორსაც უნდა ქონდეს იმის შესახებ სრული ინფორმაცია, თუ თავის დასაქმებელს რა ტიპის დაავადებები სჭირს. მაგალითად არის ახლა ხშირ შემთხვევაში ჩვენ აბსოლუტურად ყველა ობიექტზე ვითხოვთ იმას, კაცრად ვითხოვ იმას, რომ მუშაობის დროს დალიათ მინიმუმ ლიტრანახევარი წყალი. მინიმუმ ლიტრანახევარი წყალი დალიათ. ან ვინმეს თუ წნევა აწუხებს, ეს ჩვეულებრივი მომენტია, რა თქმა უნდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში საკმაოდ ისეთი დატვირთული ფსიქოსოციალური ფაქტორები გვაქვს, ახლა საქართველოში წნევა და 160 და 140 წნევა ჩვეულებრივი მომენტია. ვიღაცას თუ ეს წნევა აწუხებს, აუცილებლად უნდა იყოს, ხო, იქ ობიექტზე წნევის წამალი უნდა იყოს, წნევის გამზომის საშუალებები უნდა იყოს და ასე შემდეგ. და შენ როგორ ფიდბექს მოგცემდი ამ ყველაფერს? იცი რა, ეს საერთაშორისო პრაქტიკაა, ხო, ამას ჩვენ ხო ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, ეს რა თქმა უნდა, სწორია, რომ ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, დამადასტურებელი ცნობა უნდა იყოს, ასე ვთქვათ, სამსახურში, ყველამ როგორ დასაქმებული, უნდა აკმაყოფილებს რაღაცა კრიტერიუმებს, ოღონდ უყურე, როგორი მიდგომა უნდა იყოს რა, აქ სწორ მიდგომაზეც არის რა, მთავარი, აი როგორ რაღაცას შევადაროთ, მაგალითად გამოცდა იმისთვის კი არ ტარდება ვიღაცასთან რომ ის ჩაუჭრათ. ან აუდიტი იმისთვის კი არ ვატარებ. ცივილ ქვეყნებში როგორ არის აუდიტი, იმიტომ კი არ ვატარებ, რაღაცაში გამოგიძვირა დაგხურო. მე შენთან დასახმარებლად მოვდივარ. მე რაღაცეები ვიცი და მინდა მოგიხმარო შენ უკეთეს კომპანია გქონდეს, უკეთესად იმუშაო, უფრო უსაფრთხო გარემო გქონდეს და ასე შემდეგ. გამოცდას იმიტომ გიტარებ, რომ შენ რაღაცა შენ თვითონ დაიჭირო ეს შეცდომა და მე ამის გამო რაღაცა საშემოდგომო კი არ უნდა გამოგაყოლო და კი არ უნდა დაგჭარო. პროაქტიული манипуляციებია ეს ყველაფერი. ხო, რა თქმა უნდა, მე უნდა დავждეთ, განვიხილოთ რაღაცა ეს ყველაფერი გეხება შენ, ანუ ეს არის დადებითი კონოტაციის ტერმინები, რომელიც ჩვენაერ ქვეყანაში სამწუხაროდ უარყოფითი არის. ეხლა ჯანმრთელობის ცნობის მოთხოვნა, ჩვეულებრივი ამბავია, მეც ყოველ წელიწადში ერთხელ თუ ორ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ჯანმრთელობის იმას გავდივარ, რა სკრინინგებს გავდივართ. ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მე ვიცი, რომ მე საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის კომპანიაში ვმუშაობ და არაფერს არ მეშინია. მე ვიცი, რომ იქ რაღაცა
ნახონ, რომელიც არ შეესაბამება ნორმებს, სამსახურდა კი არ გამომაგდებს ვიღაცა. დაიწყება ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. რა თქმა უნდა, ამ ჯანმრთელობის ცნობის მოთხოვნამ არ უნდა გამოიწვიოს დასაქმებული დისკრედიტაცია და მისი ასე თქვათ თავიდან მოშორება, ეს არის მთავარი კრიტერიუმი, თორე ცალკე აღებული პერსე რო ავიღოთ ეს ცნობის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ძალიან სწორია, ოღონდ ამას უნდა შევხედოთ რაღაც მოთხოვნით და რაღაცა, ამას ეს არის მზრუნვა რეალურად, ეს უნდა იყოს ზრუნვა შენს იმაზე რა ქვია, დასაქმებულ ადამიანზე და მეტიც შენ უნდა უზრუნველყო ეს ყველაფერი, როგორც ფინანსურად, ისე ტექნიკურად და უნდა მოუგვარო ეს ყველაფერი. ეხლა უცბად წარმოვიდგინე, რომ ეს ყველაფერი ხდება საქართველოში. მზრუნველობა ხა? და მე უცბად მოვrჩი ამ ყველაფერს. არჩია. მოდი, არ მიყვარს ხოლმე ეს რაღაცა, მაგრამ ტოპ 5 თქვი პროფესიების, რომლებსაც დღესვე შეიყვანდი 215 დროფენში. ჩვენ ვისაუბრეთ პროფესიები, იცი შენ, ვინც არის შეყვანილი ამ წუთას, რომელსაც აუცილებლად მოეთხოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება დამსაქმებლის ხარჯით, დამატებით ტოპ 5 ესე უცებ ექსპლუატად რო გითხრა, ვის შეიყვანდი. ვიღაცები გამოგრჩება, მაგრამ აი აუცილებლად ჩამონათვალი შეიძლება ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აი ყოველდღიურ იმაში ვეჩეხები ხოლმე და გულს მიკლავს, ეს არის ქვაზე მომუშავე ადამიანები, რომელიც ანუ სილიკოზის პრევენცია რა. აი ეს ხალხი, რომელიც ახორციელებს ქვის ჭრა, თლა იქნება და ასე შემდეგ, ბორდიულებს გარეთ რომ მუშაობენ, მშენებლობებზე ვინც მუშაობენ, ჭრაში რაღაცა მტვერთან, ვისაც აქვს ნებისმიერ მტვერთან შეხება, ამათ შევიყვანდი აუცილებლად. ძალიან მნიშვნელოვანია სიმაღლეზე და მომუშავებელი ადამიანები, რომელსაც ცალკე რა ვიცი, ესეთი თუ აქვს არ ვიცი, სახელი რა, მაგრამ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა იყვნენ იქ. სამედიცინო იმაში დასაქმებულები იყვნენ ჩამონათვალში, როგორც ვიცი. ხო, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უწევს ძლიერი ფიზიკური შრომა რა, ფიზიკურ შრომასთან რაც არის დაკავშირებული. სიმძივისაც არ აქვს მნიშვნელობა რა, ხო? ნებისმიერ ფიზიკურ შრომასთან დაკავშირებული რაც არის, ეს უნდა იყოს და მათთვის უნდა იყოს დამატებით კიდე სხვა კრიტერიუმები ამ იმისი რა ქვია, სკრინინგის რა, არა მარტო თქვა ზოგადი იმის გამოკვლევა, რომ მოდი სისხლის საერთო გავაკეთოთ და რაღაცნაირად გავზომოთ და რაღაცა. თქვა იქ სპირომეტრია შეიძლება იყოს, პიკფლოვმეტრია შეიძლება იყოს და ასე შემდეგ რა. თვალების გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, პტერიგიუმის დაზიანებას იწვევს ხოლმე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და კიდევ ვის დავამატებდი. ეგ არის რა ყველაზე ძირითადი რა, რა ვიცი, კიდე თუ ვინმე გამორჩა, თქვენ შემახსენეთ და ან დაგეთანხმებით ან არა. არა, ესეც საკმარისია. კიდევ ერთი ამ თემასთან დაკავშირებით კითხვა, მზად არის დღეს ჯანდაცვის სექტორი იმისთვის, რომ ეს წესი კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს, პოლიკლინიკები, საავტოფოები, ჰოსპიტალები, რა ვიცი როგორ თქვა, მზად არიან რეგიონებში, ქალაქებში იმისთვის, რომ სწორად ჩაატარონ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება? მოდი აი ვთქვათ, აი მივიღეთ კანონი დღეს და გათენდა მეორე დღე, მზად არის? პირობითად არ მინდა ეხლა ისე ვთქვა რა, რომელიმე რეგიონი რა. არა, ისი რა არის, ჯანდაცვის სექტორის სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგრამ ისეთ ბაზისურ რაღაცაზე ვლაპარაკობთ, ეხლა სკრინინგის ჩატარება, ხო, ელემენტარული ის არის რა. მთავარი არის, რომ უბრალოდ პასუხისგებლობით და პასუხისგებლობით მოეკიდო და ზერელად არ შეხედო, თორე პიკფლოვმეტრიაც მარტივი არის ძალიან. ზოგადად ფიზიკალური გასინჯვაც მარტივია, სისხლის საერთოდ და წნევის გაზომვაც და ასე შემდეგ. ეს სკრინინგი, რომელიც დასაქმებულ შეიძლება სხვადასხვა პროფესიის ადამიანს შეიძლება არ გებდეს, ასე ვთქვათ, არ წარმოადგენს რაიმე მაღალ ტექნოლოგიურ კვლევებს და შესაბამისად, ჩემი აზრით, ნებისმიერ კლინიკას, პოლიკლინიკას შეუძლია რა. ნებისმიერ თუ არა უმეტესობას არ ველოდი ამ პასუხს. ხო, არა, ეს ძალიან ბაზისურია რა, ეხლა ისეთი, ნუ ეხლა იმას თუ არ ჩაურთავ რაღაცა MRI აკეთებ ყველგან, ეხლა MRI არ სჭირდება სკრინინგში არც ითვლება ეგ. ანუ ჯანმრთელობის, საკუთარი ჯანმრთელობის შემოწმება სკრინინგი პირველ რიგში შენი თავიდან უნდა მოდიოდეს და ამას დამსაქმებელი არ უნდა გაიძულებდეს რა. მინიმუმ წელიწადში ერთხელ თუ 2 წელიწადში ერთხელ. რა იქნება შენი რეკომენდაცია, რამდენ ხანში ერთხელ უნდა გადავამოწოთ დასაქმებელს? ჩემი აზრით იცი რა, მაგრამ რისკების ჯგუფებთან დავყოფდი და 1 ან 2 წელიწადში ერთხელ რა. ამ თვითონაც არის გარკვეული პერიოდულობით, აი ესეც ჩანაწერი. ხო, ნუ გარკვეული პერიოდულობით ხო ეს არაფერს არ რა, რატო წელიწადში ერთხელ აღარ მე დავდგები და 25 წელიწადში ერთხელ და დამიმტკიცე ხო რა არა. საუბრო ხოლმე, დირექტორისთვის ეს არის 20 წელიწადში ერთხელ, სპეციალისტისთვის წელიწადში ერთხელ, ექიმისთვის შეიძლება 6 წელიწადში ერთხელ იყოს, ასე შემდეგ. ნუ ჩემი აზრით ძალიან მოკრძალებული აზრით კონკრეტიზაცია ამაში ძალიან კარგი იქნებოდა რა. ხო, 2 წელიწადში ერთხელაც რო იყოს, რა ვიცი, თუნდაც თავარია იყოს 3 წელიწადში ერთხელ იყოს, აჰა, თავიდან დაწყება. რაღაცით დაწყება და მე ეს ნებისმიერ რაღაცას რო დაიწყებ, ეს ხომ მე გაჩვენებს ფიდბექს რა, რაღაც 1 წელი გავა და შეხედავ რა შედეგი მიიღე, მე უნდა გაანალიზო ეს და მე ცვლი რა, ეხა, მაგრამ 2 წელიწადში ერთხელ ადეკვატური. მე ეს დეფინიციას მივცემდი, რომ წელიწადის თბილ
და წელიწადის ცივ პერიოდებში. ფიზიკური ფაქტორების გაზოვის არის. საუკეთესო დეფინიცია იქნება. არჩილ საუბრობთ ესე იგი პოდკასტის დასაწყისში 21 საუკუნის სიკეთეებზე, როგორც არის დაგუგლა, რაც დღემდე სკილია, საჭირო სკილია და მოთხოვნადი სკილია ChatGPT და ასე შემდეგ რა. ერთ-ერთი არის, რაც მოიტანა ამ ტექნოლოგიურმა პროცესებმა, სოფტები. ჩვენც არ ჩამორჩით საქართველოს ამ სოფტებს. ნუ შეიძლება რაღაც გარკვეულწილად ჩამორჩით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გვაქვს ჩვენ პირველი სოფტი ჩვენ სფეროში, შრომის უსაფრთხოებაში. ეს არის SafePro, რომელიც არის ჩვენი პარტნიორი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის დარგისათვის შესაბამისი უზრუნველყოფის სისტემით მომარაგებას. ეს არის მაგალითად ელექტრონული ვერსიები, შრომის უსაფრთხოების ლიტერატურა, სწავლებები და ასე შემდეგ. ანუ შეიძლება SafePro შესახებ ესე პირდაპირ არ ხსმენია, არ ქონია შეხება, რადგან შრომის უსაფრთხოებაც როგორც ვისაუბრეთ, გარკვეულწილად ხსმენია, მაგრამ ესე ხშირი შეხება არ აქვს, მაგრამ რა აზრის ხარ ამასთან დაკავშირებით, ზოგადად სოფტებთან დაკავშირებით და როგორ ფიქრობ, მზად არის თუ არა ქვეყანა გადავიდეს უკვე ამ სიკეთეზე, რასაც ქვია ონლაინ სოფტი და ასე შემდეგ რა. იცი რა, ანუ მზად არის არ არის, ანუ ჩვენ ფეხი თუ არა უწყეთ ამ ყველაფერს, უბრალოდ არაფერი არ გამოვა, ანუ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. იმდენად სწრაფად მიდის წინ ეს ყველაფერი ტექნოლოგიურად და სოფტები იქნება თუ ასე შემდეგ ინტერნეტ სამყარო. ხელოვნური ინტელექტი და ასე. ნუ არ მგონია რომ ბოლომდე ჩაანაცვლოს ყველაფერს ცხადია არა, ადამიანური ფაქტორი ყოველთვის იქნება საჭირო, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფო დონეზე ასე ვთქვათ ასე თუ ისე მარტივად გაკეთებადი რა, ვისაც ხელი მიუწვდება, ვისაც ხელი არ მიუწვდება და რაღაცა იმ რეგიონებში და ასე შემდეგ. აი სახელმწიფო დონეზეც არა რა, თვითონ ნებისმიერ კომპანიას ჩემი აზრით შეუძლია რომ ისე გააკეთოს, მოარგოს თავისი ნებისმიერი საქმიანობა და ნებისმიერი თანამშრომელი, რომ ხელი მიუწვდებოდეს ამაზე და იქიდან ის სარგებელი მიიღოს, რასაც მიიღებს რა. შესაბამისად, ეხა რა ვიცი მზად რატო არ უნდა ვიყოთ, არ ვიცი რა, მე მგონი მაინც გამოვიდეს. კი, უნდა არა, სხვა გზა არ არის უბრალოდ ფიზიკურად არ არის. შესაბამისად, გონია რომ უნდა გავვითარდეს და გავითარდება კიდეც რა. პირველ რიგში მინდა რომ მადლობა გადაგიხადო არჩილ სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ როგორც ჩვენ სპეციალისტებმა, ასევე მაყურებელმა. იმედი მაქვს რომ სამომავლოდაც გვესტუმრები, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ დღეს ყველაფერზე ამოწურავად ვისაუბრეთ, დღეს ისეთ საბაზისო თემატიკებს შევეხეთ, რაც შრომის უსაფრთხოებასთან საკმაოდ ახლოა. შემდგომ ჩვენ აუცილებლად გესტუმრებით ცენტრში. იქაც პატარა საველე ვიდეოები გადავიღოთ, თუ არ იქნები, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ჩვენი კონტენტისთვისაც კარგი იქნება, რაღაც პატარა კოლაბი რო გავაკეთოთ. ჩვენ კი სპეციალისტებს მოუწოდებთ კიდევ ერთხელ რომ გამოგვიწერონ აუცილებლად, უნდა გამოგვიწერონ არა მარტო სპეციალისტებმა დასაქმებულებაც. გამოგვიწერეთ ძმებო და დებო, ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი, პროექტის განვითარებას ძალიან ხელს შეუწყობს ეს ყველაფერი. მადლობა მოწვევისთვის, მეც მოგიწოდებთ, რომ გამოიწერთ ეს არხი და მინდა წარმატებები გისურვოთ რა. მადლობა, შეხვედრამდე.